მას შემდეგ, რაც ქალაქ ბათუმში წარუმატებელი საკეითრო კვეთის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ობლად დარჩენილ ჩვილ ტყუპებს ბებია უწევს დედობას. –78 წლის ლენა გვარაძეს იმის დროც არ რჩება, რომ საკვები დროულად მიიღოს, რათა ყურადღება არც ერთ ჩვილს არ მოაკლოს. არცულია. ხან ერთი ტირის, ხან მეორე ტირის, ხან ორივე ერთად ტირის. და ოთახიდან ვერ გავდივარ გარეთ. და ჩაის დალევა მიწევს რაღაც 2 საათზე და 3 საათზე დღისით. თუმცა ამ ისტორიის მთავარი და უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ობლად დარჩენილი ჩვილებისთვის დიდ პრობლემად იქცა, სულ სხვა. არსებობა საარსებო მინიმუმის გარეშე. ოჯახი მხოლოდ მოხუცების პენსიით ახერხებს თავის გატანას, რადგან სულ ახლახან თურქეთში ლუკმაპურის საშოვნად წასულ მამას მუშაობა ჯერ არ დაუწყია. სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარება სამყოფი არაა. ხმარი მეხმარება მამა ახლოცა დღემდე არის ის კიდე ბავშვების სახელები, რა ქვია სახელები არის ის ჩემმა შვილმა. არ მუშაობს ახლა ჯერ არაფერი და დამეხმარება აბარას იზამს. რა გზა აქვს? ოჯახი სახელმწიფოს იმედადაა დარჩენილი. იმედოვნებენ, რომ სოციალური დახმარება დაენიშნებათ. Ერთი შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენი არის მხოლოდ პენსია. აი ბავშვებს დახმარება ხوار მიუღიათ ან რაიმე სახის შემწეობა ხوار დანიშნიათ. არაფერი არ არის ჯერჯერობით, არავითარი დახმარება არ არის. სახელმწიფო ჯერჯერობით დუმს. ხელვაჩაურის რაიონის სოციალური მუშაკის განმარტებით აღწერა ჩატარებულია და სავარაუდოდ ქულების დათვლის შემდეგ ოჯახს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გაეწევა სათანადო დახმარება. UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ გასული წლის მონაცემებით საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი, ანუ 25,000 დღეში 5 ლარზე მეტს მოიხმარს, ხოლო 50,000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. ეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორია, თუმცა რეალურად ქვეყანაში ღარიბი ბავშვი ამაზე მეტია.